მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. Როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, თანხის აღება სესხება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილება, არა მარტო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არამედ ფინანსური ხარჯიც არის, იმიტომ რომ სესხი უკან უნდა დავაბრუნოთ და თან, ესე ვთქვათ, პროცენტიც გადავიხადოთ იმისთვის, რომ ეს თანხა ვისესხეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი კარგად აფიქრდეს სესხის აღებამდე, იმიტომ რომ მძიმე ფინანსურ ტვირთად არ დააწვეს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს რაღაც გამოსავლად მიაჩნიათ, ესე ვთქვათ, სესხის აღება და ნაჩქარევად იღებენ გადაწყვეტილებას და როდესაც გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიღებული, აი რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ, ხო? ამით დავიწყოთ საუბარი. პირველი ის, რომ შეიძლება, არ ვიცი, პირველივე შემთხვევით შემოთავაზებას დავთანხმდეთ და ეს სესხი არ იყოს რაღაცა ჩვენთვის კარგად მორგებული პირობებით, იმიტომ რომ არ გქონია დრო, რომ შეგვედარებინა სხვადასხვა შემოთავაზება და აგვერჩია რაღაცა ჩვენთვის შედარებით უფრო მისაღები. მეორე არის ის, რომ ხშირად არ ფიქრობენ ადამიანები იმაზე, რამდენად შეძლებენ ამ სესხის გადახდას, როგორც ახლა, ისევე მომავალში და პირველ რიგში ფიქრობენ იმას, რომ ფული სწრაფად მიიღონ და არ ფიქრობენ იმაზე, როგორ გადაიხდიან ამას და თუ ეს არ აქვს ადამიანს, ესე ვთქვათ, კარგად გათვლილი, მერე შეიძლება პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ყოველთვიური შემოსავლიდან აღარ იყოს თანხა, ვადაგადაცილებაში ჩაუჯდეს სესხი, იმიტომ რომ დროულად ვერ გადაიხადა, რაც კიდევ მეტ ფინანსურ ხარჯს გამოიწვევს, ესე ვთქვათ, ზემოდან და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მანამდე რაღაცეები გავითვალისწინოთ. პრინციპში თქვენ ყველა ის საფეხური, რომელიც ახლა ახსენეთ, წარმატებულად ემთხვევა იმ გრაფიკას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენთან სტუდიაში, რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებამდე. წინასწარ გამოსაზღვრეთ სესხის აღების საჭიროება, ეს არის პირველი, რაზეც უნდა ალბათ კარგად დავფიქრდეთ ხოლმე, შევადაროთ სხვა შეთავაზებები, წავიკითხოთ ხელშეკრულება, დავაზუსტოთ ასევე პირობები და გავითვალისწინოთ საკუთარი შემოსავალი და გადახდის უნარიანობა. თიკო ალბათ დამეთანხმები იმაშიც, რომ სესხის აღების მიზეზები და მიზნები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია ერთმანეთისგან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი წინაპირობა არის, რომ კარგად დავწონოთ მისი საჭიროება, მაგრამ თუ არსებობს გარკვეული ხრიკები, რეკომენდაციები, როგორ უნდა განსაზღვროთ და მივხვდეთ, ნამდვილად გვჭირდება კი ეს სესხი? ხო, აი საჭიროებიდან და სურვილიდან უნდა ამოვიდეთ. ხო, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ადამიანის მოთხოვნილებებზე ვსაუბრობთ. საჭიროება არის ის, რაც აუცილებელია, ესე ვთქვათ, და თავიდან ვერ ავირიდებთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და მეორე არის სურვილი, რაც ასე საცოცხლოდ აუცილებელი არ არის, მაგრამ ადამიანებს გვინდა და გვახალისებს და პირველ რიგში იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს სესხის საჭიროება თუ სურვილი. ხო, მაგალითად მოგზაურობაც ვფიქრობთ, რომ გვჭირდება, მაგრამ მოგზაურობისთვის აღებული სესხი მერე შეიძლება 3 წლის განმავლობაში ვიხადოთ და მზად ვართ თუ არა იმისთვის, რომ ჩვენი სურვილის გამო მერე სამწლიანი ვალდებულება გქონდეს. ანუ პირველ რიგში იმაზე უნდა დავფიქრდეთ, საჭიროება არის ეს რაღაცა, რისთვისაც ვიღებთ სესხს თუ სურვილია. და თუ საჭიროება, ანუ შეგვიძლია რომ მოვიცადოთ და მაგალითად თანხის გარკვეული ნაწილი დავაგროვოთ, ანუ დავზოგოთ და შევინახოთ და ნაწილი დავიფინანსოთ სესხით, თუ იმდენად სწრაფად მოითხოვს, ესე ვთქვათ, ეს თანხის სესხებას, რომ არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ თანხა დავზოგოთ. ანუ პირველი ნაბიჯი არის ეს, რომ განსაზღვროთ, საჭიროება არის თუ სურვილი და ვთქვათ, ანუ კარგად დავფიქრდეთ, რადგან რამდენიმე მეწლიან ვალდებულებას ვიღებთ, ამაზეც დრო დავუთმოთ იმას, რომ ნამდვილად გვჭირდება თუ არა ეს სესხი. ეს რაც შეეხება პირველ ნაბიჯს. პირველი ნაბიჯი გადავდგით. იცი რა, ბარემ, ხო, აქვე უბრალოდ ჩავერთვები ძალიან მოკლედ. აი აქ რაც არის ჩამონათვალი და მადლობა ამ გრაფიკული მონაცემებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა შევეცდები მე მოვირგო ჩემ თავზე, რომ სხვაზე რო არ ვისაუბრო, პირობითად ვარ აღმოჩენილი იმ მდგომარეობაში, რომ უბრალოდ ვჭირდება რაღაც გარკვეული თანხა და მოდი ასე ვთქვათ, საერთოდ არ ვფიქრობ აი იმ 5 მონაცემზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა ეკრანზე გამოტანილი, ხო? რაც უკვე მომავალში შეიძლება ჩემთვის პირადად ამგვარელი აღმოჩნდეს, მაგრამ ხო, რეალურად ჩვენ ხო რეალობაზე ვსაუბრობთ და არსებობენ ადამიანები და არიან ადამიანები, ვინც ამას უბრალოდ ამაზე ფიქრის დროც არ გააჩნია. არის კი, როდესაც თანხა ჭირდება, როდესაც სასწრაფოდ ჭირდება, ხო, საჭირო. სხვა გამოსავალი არ აქვს ამა თუ იმ ვითარებით. ხო, აი ესე არ უნდა შევხედოთ, რომ სესხი გამოსავალია. კი ბატონო, სესხი შეიძლება იყოს გამოსავალი, თუ მისი გადახდის შესაძლებლობა გვაქვს, იმიტომ რომ ის შეიძლება მოკლე ვადაში იყოს გამოსავალი, რომ სწრაფად გვჭირდება, მაგრამ გრძელ ვადაში, ანუ მომავალში უფრო მეტი ცუდი მოგვიტანოს ვიდრე კარგი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვქონდა გათვლილი, რამდენად შევძლებდით ამ სესხის გადახდას, არ გვქონდა ნაფიქრი იმაზე და ბუნებრივია, როდესაც ადამიანს ძალიან სჭირდება, რომ მარტო თანხის აღებაზე ფიქრობს და არა გადახდაზე, მაგრამ ზუსტად არის ის, რომ ეს გამოსავალი გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ჩვენთვის, ანუ ესე ვთქვათ, საწინააღმდეგოდ შემოbrunდეთ და აი სესხებაზე საუბრისას ხშირად მომყავს ხოლმე ილია ჭავჭავაძის ციტატა, რომელიც ამბობდა, რომ კრედიტი ორპირი მახვილია, ეგ იმაზე არის დამოკიდებული, კრედიტს ვინ როგორ გამოიყენებს, ვინ როგორ იმსახურებს და ილია ამბობდა, რომ თუ სესხი
ადამიანმა აიღო იმისთვის, რომ არ ვიცი, ჭერში ქუდის როლით გაფლანგოს და მოილხინოს, ის იმისთვის საფლავის მთხრელით შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო ვინც კრედიტით აღებულ ფულს თავის შემოსავალს მოახმარს და ამით თავის ფულს კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, გაიმრავლებს, მისთვის შეიძლება ძალიან მისწრაფებაც აღმოჩნდეს. ანუ ადამიანზეა დამოკიდებული სესხი, ესე ვთქვათ, საფლავის მთხრელი აღმოჩნდება თუ მისწრაფება მისთვის და აი თიკო, თუ პირობითად მივხვდი, რომ სესხის აღება ჩემი ოჯახის გარშემოყოფების ცხოვრებას უკეთეს გახდის და ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, გამოსავალი, როგორც თავადაც აღნიშნეთ. აი რა შემთხვევაში შეიძლება მითხრას ამ დროს ბანკმა უარი და ვთქვათ არ დათანხმდეს ამ ჩემს სურვილს. კი ბეტონო, ანუ თუ მივხვდი, რომ საჭიროება და გამოსავალია, მე უკვე იმაზე ვფიქრობ, მე თვითონ რამდენად შევძლებ ამ სესხის გადახდას და ამისთვის ადამიანმა უნდა გადახედოს თავის შემოსავლებს, ხარჯებს, ყოველთვიურ შემოსავალს და ხარჯს და ნახოს რჩება თუ არა თავისუფალი თანხა იმისთვის, რომ ამ სესხზე მიმართოს, ესე ვთქვათ, სესხის შენატანისთვის. რა თქმა უნდა, ბანკებიც და სხვა სესხის გამცემი ობიექტებიც, ანუ ამ ყველაფერს უყურებენ სხვა სესხის გამცემი ორგანიზაციები, ხო? ბანკის გარდა შეიძლება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყოს, მიკრობანკი ან სესხის გამცემი სუბიექტი, ყველა ამ ორგანიზაციაში შეუძლია რომ ადამიანს სესხი აიღოს, მაგრამ ისინი ვალდებული არიან, რომ შეამოწმონ აი ამ სესხების გადახდის უნარიანობა და რას ნიშნავს ეს გადახდის უნარიანობა? ანუ სიტყვაც გვეუბნება, რომ რამდენად შეუძლია ადამიანს, რომ თავისი შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე გაწვდეს სესხის ყოველთვიურ შენატანს და გადაიხადოს. ანუ რამდენად შეუძლია ადამიანს, რომ ეს სესხი გადაიხადოს და აი პირველ რიგში სესხის გამცემი ორგანიზაცია უყურებს ზუსტად ამას, რამდენად შეუძლია სესხებელს გადახდას. ერთია რომ ჩვენ თვითონ უნდა შევაფასოთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ რა თქმა უნდა, ფინანსური ორგანიზაცია ამის ანალიზს ატარებს, რომ ეს ადამიანი თავისი შემოსავლიდან გამომდინარე და ხარჯებიდან და კიდევ სხვა ვალდებულებებიდან, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ამ ადამიანს სხვა სესხებიც ჰქონდეს, რამდენად შეძლებს ამ სესხის გადახდას, ამისთვის სპეციალური პროცედურებია, სპეციალური კრიტერიუმებია, რითიც საფინანსო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს და თუ თქვათ გადახდის უნარიანი ადამიანი, მე უკვე უყურებს მის საკრედიტო ისტორიას. ანუ ისტორიას, ესე ვთქვათ, როგორ იხდიდა წარსულში ეს ადამიანის სესხებს, ჰქონდა თუ არა ვადაგადაცილება, ჰქონდა თუ არა ჯარიმა და ეხლა თუ აქვს მიმდინარე სესხი და იმის მიხედვით, ანუ მე რამდენად გადახდის უნარიანია, რამდენად კარგი საკრედიტო ისტორია აქვს, იღებს საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას, მიეცეს თუ არა ამ ადამიანს სესხი. დამატებით შეიძლება მოითხოვოს თავდები, შეიძლება მოითხოვოს ქონებით უზრუნველყოფა, ანუ ეს უკვე დამატებითი გარანტია, ესე ვთქვათ, კრედიტორისთვის, რომ სესხი გასცეს. მთავარია გადახდის უნარიანობა და მერე უკვე საკრედიტო ისტორია. და ეხლა ხედავთ ასევე პლაზმაზე იმ ჩამონათვალს რა შემთხვევაშიც შესაძლებელია რომ სესხზე მივიღოთ უარი და პირველი იწყება უარყოფითი საკრედიტო ისტორიით, რაც გულისხმობს ალბათ იმას, რომ ჩვენ რაღაც ვალდებულებებს არ გავუმკლავდით, ვერ გავუმკლავდით, ან თქვათ არ ავიღეთ ეს ვალდებულება საკუთარ თავზე. ასევე თუ შემოსავალი არ ყოფნის სესხს, ან თუ სესხის ყოველთვიური გადასახადი აღემატება შემოსავლის 40%-ს, რომელიც თქვენ უკვე აღნიშნეთ და თუ სესხი განსაკუთრებით დიდია, ბანკი ითხოვს უზრუნველყოფას ან თავდებს და ამ უზრუნველყოფის არარსებობის შემთხვევაში ბანკი უარს ამბობს მსგავს განცხადებაზე. აქაც არის ერთ-ერთი საფეხური გასათვალისწინებელი, ამ შემთხვევაში თავდების საჭიროება დგება დღის წესრიგში და თუ არსებობს თქვა თავდები, ამ დროს როგორც ვიცი, შეიძლება რომ ბანკი დათანხმდეს. კი, აი ნაბიჯებს რომ მივყვეთ, პირველი არის გადახდის უნარიანობა, რაც ქვით რომ შემოსავალი უნდა ყოფნიდეს სესხის პირველად შენატანს, თუ ეს არ არის, ბანკს უკვე შეუძლია რომ თქვას უარი. მაგრამ თქვა არის ეს, მაგრამ რაღაცა წარსულში იყო ცუდი საკრედიტო ისტორია, ესე ვთქვათ, შეიძლება ამბობენ ხოლმე ტერმინს შავისია, ეგრეთ წოდებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს შავისი არ არსებობს, უბრალოდ ისტორია არის, სადაც ყველა საფინანსო ორგანიზაცია ხედავს ეს ადამიანი როგორ იხდიდა სესხებს და თუ ვადაგადაცილებები იყო წარსულში და არ არის თქვა დღემდე დაფარული, შეიძლება რომ უარი თქვას ბანკმა სესხის გაცემაზე, მაგრამ აი წარსულში რომ მქონდა ვადაგადაცილება, უეჭველი არ ნიშნავს იმას, რომ ბანკი მეტყვის უარს, ანუ მაინც იღებს გადაწყვეტილებას, შეაჯერებს ის თქვა რისკებს სარგებელს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ თქვა საკრედიტო ისტორიაც კარგია, მაგრამ თქვა დიდი სესხი, ანუ როგორც თქვენ აღნიშნეთ, შეიძლება დამატებით გარანტიად, როგორც მანამდე თქვი, ბანკმა მოითხოვოს თავდები და თავდებობას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მნიშვნელოვანია თავდებმა გააცნობიეროს, რომ თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ის აცხადებს თანხმობას, რომ თვითონ გადაიხადოს ეს სესხი, თუ სესხებელმა ვერ გადაიხადა, ან არ გადაიხადა, ანუ როგორც მიმდინარე შენატანი, ასევე მთლიანად სესხი. ანუ თავდებიც მთლიანად პასუხისმგებელია, ესე ვთქვათ, იმ სესხზე. იმ ისტორია ვიცით თავდებობასთან დაკავშირებით და ნამდვილად დაგეთანხმებით იყო იმაში, რომ ეს არის ძალიან დიდი
პასუხისმგებლობა, რასაც ბევრჯერ ჭირდება დაფიქრება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღება. და თაკო, აი უარყოფით საკრედიტო ისტორიაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, თიკო დამეთანხმება, რომ ეს უარყოფით საკრედიტო ისტორია შეიძლება გამოწვეული იყოს პირობითად გემბლინგზე დამოკიდებული ადამიანებისთვის და მივესალმები ამას, რომ მათ არ აძლევენ კრედიტს, თუმცა ის კანონი, რაზეც არის ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ ამაზე, სხვა გადაცემაში ვისაუბრებთ დარწმუნებული ვარ რა და როგორ არის, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ თანამსესხებელზე. თანამსესხებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირობითად მე არ მაძლევს ბანკი რაღაცა პრობლემის გამო, თაკო წავიყვანე თანამსესხებლად და აღმოჩნდი ისე რომ ვეღარ ვიხდი. ანუ რეალურად თაკო ხდება ვალდებული, რომ გადაიხადოს უკვე ჩემი თანხა, რასაც მე არ ვიხდი, რაც ძალიან ცუდი მომენტია. კი ბატონო, აი თანამსესხებელსა და თავდებს შორის განსხვავებაც რო ვთქვათ, თანამსესხებელიც აი რაც თავდებზე ვთქვი ჩათვალეთ, რომ იგივეა, ზუსტად იგივენაირად არის პასუხისმგებელი. განსხვავება თანამსესხებელსა და თავდებს შორის არის ის, რომ როდესაც სესხის აღება ხდება თანამსესხებლობით, აქ გაითვალისწინება ორივეს შემოსავალი, ესე ვთქვათ, მაგალითად მარტომსესხებლის შემოსავალი არ ყოფნის, გაითვალისწინება თანამსესხებლის შემოსავალიც, ანუ ხშირად ეს ოჯახების შემთხვევაში ხდება, ხო, მაგალითად ცოლ-ქმარი როდესაც იღებს იპოთეკურ სესხს, ორივე ხდება თანამსესხებელი, იმიტომ რომ ორივეს შემოსავლის დათვლა ხდება და ამ საერთო შემოსავლიდან გაითვალისწინება, ესე ვთქვათ, სესხის შენატანი და ორივე თანაბრად არიან, ესე ვთქვათ, პასუხისმგებელი სესხის გადახდას. აი, თუ ხარ თანამოსესხი, ისეთ პირთან ერთად, ვისაც ბალი არ აქვს გადახდილი, ამას შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბანკისგან სესხის გაცემაზე. თიკო. კი, აი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ არის პასუხისმგებლობა. კი, რატომ არის პასუხისმგებლობა თავდებობა ან თუნდაც თანამსესხებლობა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბანკი, თუნდაც არ იყოს პრობლემური გადამხდელი, ის ვისი თავდებიც ან თანამსესხებელიც ვარ, ბანკი, როდესაც აი მე ვარ მაგალითად თავდები ან თანამსესხებელი, მივედი ბანკში, მინდა სესხის აღება, ბანკი, როდესაც გაითვალისწინებს ჩემს შემოსავალს და ვალდებულებებს, იმ ვალდებულებებსაც გაითვალისწინებს, რისი თავდებიც ან თანამსესხებელი ვარ და შეიძლება აღარ მომწეს მეტი სესხი, იმიტომ რომ ჩათვალოს, რომ მე ხო ეს სესხი უნდა გადავიხადო, თუ ძირითადმა მსესხებელმა ვერ გადაიხადა და ამიტომ ეს შეიძლება გახდეს უარის თქმის მიზეზიც აღარ ყოფნიდეს, ესე ვთქვათ, ჩემი შემოსავალი, როგორც იმ მიმდინარე სესხს, ასევე ახალ სესხს. და მეორე არის ის, თუ ძირითადმა მსესხებელმა არ გადაიხადა და გაუფუჭდა, ესე ვთქვათ, საკრედიტო ისტორია, თავდების და თანამსესხებლის საკრედიტო ისტორიაზეც აისახება და იქაც გამოჩნდება, რომ მისი თავდებობის ქვეშ ან მისი თანამსესხებლობით გაცემული არის სესხი, რომელიც არის ვადაგადაცილებაში. ასე რომ ეს ნამდვილად მოქმედებს სესხის გაცემის უარზე ან კი ბატონო. თიკო, აი თქვენ ახსენეთ, რომ მაშინ როდესაც ვსაუბრობთ სესხზე, ხო, აუცილებელი წინაპირობაა, რა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი შემოსავალი, გადახდის უნარიანობა, მაგრამ ხშირად აი ეს ჩვენი თუნდაც პოზიტიური მოლოდინები არ მოდის ხოლმე თანხვედრაში შემდეგ შექმნილ მდგომარეობასა თუ ვითარებასთან. აი საინტერესოა ზუსტად აი ამ მომენტში, თუ არის შესაძლებელი მე წინასწარ განსაზღვრო სტაბილურად, რამდენად შევძლებ ყოველთვიურად გადავიხადო ესა თუ ის ვალდებულება ბანკის მიმართ. კი, ანუ ადამიანსაც შეუძლია ესე ვთქვათ წინასწარ გამოთვალოს, რა თქმა უნდა ეს დაახლოებითი იქნება. მაგალითად, იცით ალბათ რომ არსებობს ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულება, რომელიც გარკვეულ კოეფიციენტებს განსაზღვრავს, რომ რა ხელფასის შემთხვევაში, თავისი ხელფასის რამდენი პროცენტი შეიძლება დავნიშნოთ სესხის შენატანად, ხო? მაგალითად 1500 ლარამდე არის, რომ შემოსავლის 25% შეიძლება, 1500-ის ზემოთ შემოსავლის 50%. ოღონდ ეს ეხება თუ შემოსავალი ლარში მაქვს და სესხსაც ლარში ვიღებ, ხო? აი მაგალითად 1500 აქვს სესხი, ჩავთვალოთ და მაქსიმუმი რაც შეუძლია რომ სესხი შენატანზე გამოყოს არის მისი ნახევარი, ანუ 750 ლარი. ოღონდ ამ 750 ლარში ყველა სესხი უნდა იყოს მოქცეული, რაც აქვს. თქვათ ადამიანს არ აქვს სესხი, პირველად იღებს ახლა ან დახურული აქვს ყველაფერი, შეუძლია ასე ვთქვათ წინასწარ გამოითვალოს სესხის კალკულატორის დახმარებით, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ იგივე ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო ვებგვერდზე, ფინედუზე, სადაც ყველა ინფორმაცია არის მოცემული, მათ შორის არის სესხის კალკულატორები და შეუძლია გამოითვალოს, რომ აი ყოველთვიურად ამდენი თანხა რო შევიტანო, აი ეს საპროცენტო განაკვეთი რო იყოს და მაგალითად 2 წლიანი სესხი მინდა ან 3 წლიანი, ამასაც უთითებს თვეებში დაახლოებით გამოუანგარიშებთ, დაახლოებით არა კალკულატორი ზუსტად გამოიანგარიშებს, რა თანხის აღება შეუძლია, მაგრამ ეს იქნება დაახლოებით მერე ფინანსური ორგანიზაცია რას გასცემს. ანუ უბრალოდ ამით წარმოდგენა შეექმნება, რა თქმა უნდა ეს ზუსტი არ იქნება, იმიტომ რომ ფინანსური ორგანიზაციები ესე ვთქვათ თავისი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ, ასე რომ დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეიქმნას ადამიანმა, უნდა ჩაუჯდეს ესე ვთქვათ თავის შემოსავლებსა და ხარჯებს და განსაზღვროს რა თანხა რჩება თავისუფალი, რომ მერე იხვდეს რამდენის გადახდა შეუძლია ყოველთვის. კი ბატონო, ვიდრე შემდეგ გრაფიკაზე გადავალთ, თაკო აუცილებლად მინდა ვკითხო, თიკოს ჩვენ ცხოვრობთ
რეალობაში ხო, რაც არის პირობითად ძალიან მარტივი მაგალითი და პარალელი რო გავავლო, ავიღოთ სეზონურია შარშან მაგალითად. ახალი კარტოფილი ღირდა 3 ლარი, ძალიან ისეთ შედარებას ვაკეთებ, დღეს პირობითად ღირს 18 ლარი. მე შარშან ავიღე კრედიტი და შესაბამისად გათვლა მქონდა ჩემი 100 ლარიანი ხელფასით, რომ პირობითად ვამბობ, თვეში 4 კილოგრამი კარტოფილი მომეხმო. დღეს უკვე 18 ლარი ღირს. ანუ და ეს ჩემთვის პრობლემაა, იმიტომ რომ თუ კარტოფილი გაძვირდა, ეს ნიშნავს, რომ წრიულად აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა, იმიტომ რომ ბენზინი საწვავი გაძვირდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში, ხო, ანუ რეალურად წარმოუდგენელია და მოდი ესე მარტივად ვიტყვი ამ სიტყვასაც, გავიჭედე და ვეღარ ვიხდი იმ ჩემი ხელფასით იმ კრედიტს, რაც გამოტანილი მაქვს. მაგ შემთხვევაში რა ხდება, აი როგორ მიმდინარეობს ურთიერთობა ბანკსა და პიროვნებას შორის? ხო, თუ ისე აღმოჩნდა, რომ შემოსავალი ვეღარ წდება უკვე ამ სესხის გადასახადს, ან არ შეიძლება შეუმცირდა ხელფასი, ან სამსახური შეიცვალა, პირობები შეეცვალა, მოკლედ შემოსავალი აღარ ყოფნის სესხს. ამ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ ესე თქვა დავემალოთ საფინანსო ორგანიზაციას, იქნება ეს ბანკი თუ მიკროსაფინანსო, ჯობია რომ ვითანამშრომლოთ მათთან, პირდაპირ მივიდეთ და განვაცხადოთ, რომ რაღაცა მოსალოდნელია, რომ ჩემი შემოსავალი შემცირდეს, ან ვეღარ გაწყვეს ამას და მოითხოვოს მაგალითად რესტრუქტურიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება სესხის, ესე ვთქვათ, დროში გაწელვა. უბრალოდ ჩაგეკითხები, ეს რესტრუქტურიზაცია ბანკი ვალდებულია? არ არის ვალდებული, კი, კარგი კითხვარი, არ არის ვალდებული, ესე ვთქვათ, ბანკის ნებაზია, ან დაფთანხდება, ან არ დაფთანხდება, უბრალოდ ბანკი უნდა ხედავდეს იმას, რომ მე რომ ეხა ამ ადამიანს 2 წლიანი სესხი უცებ, ვთქვათ, 5 წლიანი გაუხადო, ხო შეუმცირდება ყოველთვიურ შენატანი იმის გადახდას შეძლებს თუ არა. თუ ვერ ხედავს ასე რომ მაინც ვერ გადაიხდის, მაშინ არ გააკეთებს რესტრუქტურიზაციას. ანუ ვალდებული არ არის ბანკი, მაგრამ ჩვენ როგორც მომხმარებელმა უნდა ვცადოთ, რა თქმა უნდა ეს. და ასევე რესტრუქტურიზაციას იმას დავამატებდი, რომ შეიძლება ყოველთვიურად შეგვიმცირდეს შემოსავალი, მაგრამ რეალურად გრძელვადაში ჩვენთვის ხარჯია, იმიტომ რომ როდესაც სესხის ვადა იზრდება, ავტომატურად საპროცენტო ხარჯიც იზრდება, იმიტომ რომ ყოველთვიურად პროცენტს ვიხდით. შეიძლება მოკლევადიანი გამოსავალი იყოს და ყოველთვიურად ჩვენთვის შეღავათი იყოს, იმიტომ რომ ნაკლებს გადავიხდით, თუმცა მეტი ხარჯი იქნება საბოლოო ჯამში, რომ დავაჯამოთ და ესეც უნდა ესმოდეს მომხმარებელს. თუმცა არსებობს ვიცით ასევე შემთხვევები, როდესაც ადამიანები ხვდებიან ხოლმე ეგრეთ წოდებულ შავ სიაში და მათი კი ასე ვთქვათ საბანკო ისტორია საკმაოდ ფუჭდება ხოლმე. თიკო რა უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში, ვთქვათ რა რისკები არსებობს იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სახელი და გვარი არის შეყვანილი შავ სიაში. ხო, მოდი დავუზუსტებ, რომ ესე პირდაპირ შავი სია არ არის, ხშირად გონიათ მომხმარებლებს, რომ აი ესე შავ სიაში თუ ვარ და რაღაცა ერთხელ ვიყავი ვადაგადაცილებაში, არავინ სესხს აღარ მომცემს, ესე არ არის. უბრალოდ იმ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში, ანუ კრედიტინფო საქართველოს მაგალითად, ჩანს ყველა სესხი, ვადაგადაცილებული არ არის, ყველაფერი ჩანს, მოკლედ და აქაც ჩანს, ანუ ესე ვთქვათ, ვადაგადაცილებული სესხებიც, რამდენი ხანი იყო ვადაგადაცილებაში, ჯარიმა ჰქონდა თუ არ ჰქონდა, თუ მომხმარებელმა დაფარა ეს სესხი, დაფარვიდან 5 წლის მერე უკვე აღარ ჩანს ამ ისტორიაში. ანუ შეიძლება თუ მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხი აქვს, შეიძლება მართლა ბანკმა უარი თქვას და აღარ გასცეს სესხი, მაგრამ თუ ადამიანმა დაფარა, ხედავთ ჩანს ამ ისტორიაში, ხო, ყველაფერი დაფარა ეს სესხი, მე ახალი აქვს აღებული და იხდის, მაშინ არ არის მიზეზი ის, რომ რაღაცა წარსულში ვადაგადაცილება დღესაც უარის მიზეზი გახდეს. ანუ ინდივიდუალურად იღებს ესე ვთქვათ ამ შავ სიაში, აი როდის ხდება უკვე არ არსებობს შავი სია, მოკლედ ის არის, რომ ყველაფერი უბრალოდ მთელი ისტორია ჩანს, კარგიც ჩანს, ცუდიც. ნუ ეს შავი სია ხო პირობითია, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცით, პირობითი, კი, არა, ყველა შემთხვევაში წერია ჩვენ შესახებ რეპორტი და თუ მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს, ბევრი ჯარიმები აქვს, ან რა ვიცი, 5 სესხი აქვს აღებული და 5-ვე ვადაგადაცილებაში იყო, მაშინ არ გასცემს, რა თქმა უნდა, საფინანსო ორგანიზაცია სესხს, იმიტომ რომ მისთვის ეს არის უკვე რისკიანი კლიენტი და არ იყოს მზად ამ რისკის გასაწევად. და აი ჩვენ გრაფიკებში ახლა მეორე პუნქტზე მინდა რომ მაყურებელმა გაამახვილოს ყურადღება, შავი ეგრეთ წოდებული სია სამუდამო არ არის, კანონით სესხის ისტორია 5 წლის შემდეგ წაშლადია, თუ კი აღარ გაქვს მიმდინარე ვალდებულება. 5 წლის შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად თავისუფლდებით ამ თუ დავფარეთ ოღონდ, ხო, ანუ აღარ უნდა გქონდეთ მიმდინარე. კი, ზუსტად. ანუ თუ სესხი დაიფარა, თუნდაც ვადაგადაცილებული იყოს, მაგრამ დაიფარა, განულდა, ვალდებულება აღარ არსებობს, ამ შემთხვევაში 5 წლის გასვლის შემდეგ უკვე აღარ გამოჩნდება საერთოდ, რომ ეს ადამიანი იყო ვადაგადაცილებული. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ხა მე ბანკების ადვოკატად ნამდვილად ვერ გამოვდგები და არც ვაპირებ ამ შემთხვევაში, მაგრამ მე პირადად რაც ჩემ თავზე მაქვს გამოვლილი, არ ვიცი, შეიძლება არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ ბინას დაკარგული მაქვს, მანქანას დაკარგული მაქვს.
აბსოლუტურად კანონიერად, იმიტომ რომ ყველანაირი გონივრული ვადამოცემული ჰქონდათ, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ უმუშევარი ვიყავი და შესაბამისად დავდექი ამ ყველაფრის წინაშე და მე უკვე აღსრულება მაგასრულა ის, რაც უნდა აღესრულებინა და რაც მათ ევალებოდათ, რისი თქმა მინდა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მე გავიარე, მაგალითად, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ხო, არასოდეს არ დამიდანაშაულებია ბანკი იმ ქმედებებში, რა ქმედებებიც უკვე შემდგომში აღსრულებამ განახორციელა და არც აღსრულება. რისი თქმა მინდა, თაკო რომ არ შეიძლება თითი გაიშვირო მხოლოდ ბანკზე, პროცენტები კიდე ცალკე თემაა და დღეს პროცენტებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, მაგრამ თვითონ აი მიდგომა და დამოკიდებულება ხალხმა უნდა გაიგოს, როცა გჭირდებოდა, ხო მიდიოდი და მოგქონდა ეს ბანკი. ანუ რას ნიშნავს, რომ ბანკი მაძლევს და გეუბნება ამას, რომ პირობითად 11, 12, 13, 14%-ში უნდა დააბრუნო უკან და ვეღარ აბრუნებ. რატო ვერ აბრუნებ ის კიდე ცალკე იცი რა რელაშა რადგან შევეხეთ ამ პროცენტებს ერთ-ერთი საკმაოდ მტკივნეული საკითხი მაშინ როდესაც აი ცესხის აღების პროცესებზე ვსაუბრობთ არის სწორედ პროცენტები და მოდი ძალიან მოკლედ შევეხოთ აი ჩვენ ბევრჯერ გავაჟღერეთ ეს ფრაზა როგორ დავიმეგობროთ ბანკი და როგორ არ ვაქციოთ ის მტრად და გავხადოთ ჩვენი მეგობარიო და პირველი ეტაპი ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ როდესაც ვაპირებთ რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ კარგად და სწორად გავთვალოთ პროცენტი ხო და გადავამოწმოთ ასე ვთქვათ რიგი შეთავაზებები და შევეჯეროთ საბოლოო ჯამში და აი პროცენტთან მიმართებაში თიკო როგორ არის ვთქვათ რეკომენდაციები თქვენი მხრიდან როგორ უნდა ავიღოთ ასე ვთქვათ სწორ პროცენტში ეს და სხვაობაა ხო თაკო სამოგზაურო ვთქვათ ავტომობილის შეძენა იპოთეკაზე კიდე აბსოლუტურად სხვა არის და სამომხმარებლო კიდე აბსოლუტურად სხვა არის აი თქვენ რაც თქვით ახლა პროცენტები თაკო რაც ახსენეთ და ლაშა თქვენ რაც ახსენეთ რომ მე ვიცოდი ვთქვათ რაზე წერდი ხელს, აი როგორ დავიმეგობროთ ესე ვთქვათ. ვიცოდი და მოვაწერე, მაგრამ საბოლოოდ ისე დამთავრდა, როგორ დამთავრდა. როგორ დავიმეგობროთ ცესხი, აქ იკვეთება როგორც ძალიან რთულია ეს დამოკიდებულება გქონდეს შემდეგ, რომ ხო შენი წილი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა და ხო, ანუ მე თიკო იმის თქმა მინდა რომ მე არავის არ ვაბრალებ არც ბანკს არც აღსრულებას, მე ვაბრალებ ამ შემთხვევაში ჩემ თავს, იმიტომ რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ჩემი გადადგმული ნაბიჯი იყო. ამას მინდოდა რომ ხაზი გამოსვა. და აი ზუსტად მაგ თემას გავაგრძელებ, რომ არსებობს მომხმარებლის უფლებაც და მომხმარებლის პასუხისმგებლობაც, ხო? ანუ ბანკებს და სხვა საფინანსო ორგანიზაციებსაც აქვთ გარკვეული ვალდებულებები მომხმარებლის მიმართ და ერთ-ერთი არის ის, რომ მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია იმ პროდუქტის შესახებ, რასაც ყიდულობს. მაგალითად, ცესხს თუ იღებს, ბანკმა თუ მიკროსაფინანსო იქნება არ აქვს მნიშვნელობა, უნდა მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია ამ ცესხის შესახებ და აი ერთი არის ეს უფლება, რომ გაქვს, მაგრამ მეორეა მე როგორ ვიყენებ, ხო, ჩემ უფლებას, როგორც მომხმარებელი და აქ იკვეთება ჩემი პასუხისმგებლობა, რომ რას ვაკეთებ, კარგად ვიკვლევ თუ არა ამ ინფორმაციას და აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყველა ხელშეკრულებას აქვს თავსართი, ეგრეთ წოდებული წინა გვერდი, სადაც არის მოცემული ყველა მნიშვნელოვანი პირობა ცესხის შემთხვევაში. ვსაუბრობ და რა პირობები, ხო? ყოველთვიურად რამდენი მექნება შენატანი, მაგრამ გარდა ცესხის შენატანისა სხვა საკომისიოებიც არსებობს, ხო? მაგალითად, თუ ცესხი დაზღვეულია, დაზღვევის საკომისიო არსებობს, თუ იპოთეკით დაუტვირთა ეს ქონება, ხო? იპოთეკით დატვირთვასაც თავისი საფასური აქვს რეესტში. შეიძლება ყოველთვიური მომსახურების იყოს. ყველაფერი ეს არის ფინანსური ხარჯი და ხელშეკრულების თავსართში, ესე ვთქვათ, გამოტანილია და პირდაპირ წერია ცესხის ფინანსური ხარჯი. და მე უკვე წერია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ბარემ რადგან საპროცენტო განაკვეთსაც იკითხეთ, ამასაც ვიტყვი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს კი ზუსტად მაგას, რომ აი ჩვეულებრივი ცესხის წლიურ პროცენტს დამატებული ეს ფინანსური ხარჯი არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ესე ვთქვათ, ცესხის რეალური ფასი და მომხმარებელმა უნდა იცოდეს რა ჯდება რეალურად მისი ცესხი და როდესაც თქვათ, მისი პასუხისმგებლობა ასევე ის, რომ შეადაროს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებები ერთმანეთს და გაიგოს ეს რამდენი არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ოღონდ ერთი ვადის პროდუქტები უნდა მაგალითად 2 წლიანი ცესხი შეადაროს ყველა ბანკში და სადაც უფრო ნაკლები იქნება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ნიშნავს იმას, რომ ეს ცესხი ყველაზე ნაკლებ ხარჯიანი ამ ბანკშია და ამის მიხედვით აიღოს და ბარემ რადგან პირობებზე ვამბობ, ესეც მომხმარებლის კი ძალიან მოკლედ ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. მომხმარებლის უფლება არის, რომ წინასწარ მოითხოვოს ხელშეკრულება, გაეცნოს სახლში და მერე მოვიდეს და მოაწეროს ხელი. ანუ თავისივეს თუ შეთანხმენ პირობებზე, რომ ამადან ვადით, ამადან პროცენტში გექნება ცესხი, გამოართვას ბანკს ეს ხელშეკრულება, წაიკითხოს სახლში და ნუ გონივრულ ვადაში, რასაც ბანკზე და ბანკის შეუთანხმდება, მივიდეს და მერე მოაწეროს ხელი. ძალიან დიდი მადლობა. დაიმეგობრე, თუ ვერ დაიმეგობრე. მოკლედ რომ ითხრა. ცოტა რთულია ბანკთან მეგობრობა, მით უმეტეს იმ მაგალითის შემდეგ, თქვათ, რაც შენახეთ, ჩემნაირი უამრავია ამ დამოკიდებულების გამო
არაერთი მიზეზის გამო, მაგრამ კიდევ ამ ერთი ისტორიის გამო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ვიცით იყო, რომ ძალიან ბევრი საჭირო ამბავი შევიტყეთ ამ ამბის ირგვლივ და ვიცით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მაშინ, როდესაც ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას და ვალდებულებას